ეხა ისა ბიჭო. ხო, ეს ამან შანსანში. ეს ეხა რა ვიცი, ეს მე მგონი არ იცი ეს. თუ რა არ ვიცი რომ მართლა არ ვიცი რა, რაღაცა ხო არის რომ რაღაცა ბავშვების ამბავი ხო არის, ხა ომები მიდის ყველა და იმ დღესაც ვანახეთ ხო ეს ბავშვების საშინელი მდგომარეობა ყველა ქვეყანაში რა. ხო და ეხა გუშინ შე რო ჩააგდე ეს ამბავი, ავისი დავითრგუნე რომ არ ვიცი რა, გაუშვათ რა. მე ვიტირე, ცნობები წამომივიდა ამ ბავშვის ხმაზე, ეგრევე ცუდად გავხდა. აი გუშინდელი ვიდეოა ეს. ამაზე უნდა იფიქრონ ქვეყნებმა, ქვეყნების მმართველებმა, მავნებლებმა, არამავნებლებმა, ყველამ აბსოლუტურად, რომ ანუ იმის მიღმა რომ დასრული ადამიანების არალობენ და ოჯახები ინგრევა და ქმრები არა რა არის რომ ბავშვები ესე დღეში არის ელიზა და ესენი 5 წელია კამათობენ იმაზე ომი შენ დაიწყე შენ შემოვარდი არა შენ დაიწყე შენ გააკეთე მან რევოლუცია შენ დაიწყე დაიხუცა ეს ბავშვები ამ 5 წელიწადში და იქით კიდე მთავარი გვავიწყდება რომ შეხედა ევროპა ძალიან აქტიურად არის ჩართული უკრაინის წაქეზებაში იმ მიმართულებით რომ რეალურად უკრაინა არ დათმოს არაფერი და რეალურად არ შეწყდეს ეს სისხლის ყურა რეალურად ანუ პროცესი არის აბსოლუტურად გაწელი რამდენი წელია კი ეს ხდება რეალურად ეს ერთი ვიდეო მოხდა ეხლა ჩვენ ხელში ხო აი ამაზე უნდა იფიქროს ყველა. ხო, ეგ არის მაგას ვიძახი რა. გაუშვათ რა ეს ვიდეო, ძალიან საშინელი დამფრთხნელი ვიდეოა ბოდიში. აი ესეთ დღეში არიან ბავშვები, როდესაც ვიღაცა კაბინეტნი ისინი, კრისების ხედან და სახელმწიფო ლიდერებს, რომლებსაც ნაკლები პირდაპირ ნაკლები გონებრივი შესაძლებლობები აქვს და ნაკლები სმიკალკა აქვს, იმიტომ რომ ეს კაცი სამშობლოს მტერიც არის ეს ზელენსკი ჩემთვის და პლუს ნაკლები სმიკალკა, ხო და იფიქრო. აქ-ეზებენ აი ეს ესეთ დღეში არიან ამ დროს ბავშვები. ნუ გამოყოფთ რა ზელენსკიც და პუტინიც და ტრამპიც და სულ ყველა ვაფშეთო. ბავშვებთან მიმართებაში ყველა დამნაშავეა. აბსოლუტურად. გაუშვით რა. Мам, не бойся. Нет. Вау! Кого? აურართული სანახავია რა და აი ამაში გვითრევდნენ ჩვენც რა. ამაში გვითრევდნენ ჩვენც რომ ელემენტარულად იმისთვის რომ აი რუსებისთვის გვეწკინა რა. 5 დღით. წარმოგიდგენთ აი უბრალოდ რა პატარა რომ გვეწკინა აი ამაში ვიქნებოდით რა. ამაში შე რა არ იქნებოდი. ამაშიც არ იქნებოდი რა. აი უკრაინა გემაის დიდია და აი ერი გაწყდებოდა გია. გაწყდებოდა რა თუნდა ლაპარაკი ერთი მთელი საქართველო არის ერთი ტრასა. ერთი ტრასა დამომბავდნენ იმ ტრასას და მორჩა აღარ არის საქართველო. ვინ გადარჩებოდა? ვინც მოწყდებოდა რა, ვინც მოწყდებოდა ხო მოწყდებოდნენ გვინახია ეკინო ხო? არ კიდიათ მაგათ საქართველო. არ ხედავ რომ კიდიათ ვაფშე. მიდია როგორც უნდა პასპორტებს ისე აბარებენ, მოქალაქეობას ისე თმობენ და ყველაფერს არ ჩანს ესა. მაგრამ არა ბოლომდე უნდათ რომ რაღაცაში იმას გიქნა რა, ვერ ღირსებით, ვერასდროს ვერ ღირსებით რა.